რაც რომელიც სიუჟეტს ეხება ძიმე ფაქტს, ეს არის მცირეწლოვანი ბავშვების გადატყუება სამხედრო ბაზაზე და წამება აუწერელი ენით, რომლის თვით მოწმეც გავხდი, შემსწრე გავხდი ამ საზარელი დანაშაულის. საყარაულო შენობაში შემთხვევით მე გადავედი ვისარგებლე საპირფარეშოთი, რაც რეალობა იმას ყვები, რომ შევედი საყარაულო შემოღობაზე, ეგრეთ წოდებული მოსაწევ ადგილზე ორი ბავშვი იყო გადმოსმული ჯარისკაცების მიერ, რომ ვიკითხე ეს ბავშვები ვინ გადმოსვა, მითხრეს რომ ყარაულის უფროსის კაპიტან ნიკოლოზ ქველაძის დავალებით იყვნენ გადმოსმულები ეს ბავშვები ღობეზე და სუსველები იყვნენ. როგორც ჩემთვის მე ცნობილი გახდა, მაშინ ეგრეთ წოდებულ წყლის აუზში თავით აყურყუმელავეს ეს ბავშვები და სუსველები იყვნენ და აწვალეს და სცემეს გარეთ ეზოში. მაგრამ როდესაც მე შევედი ეგრეთ წოდებული ფხიზელიცვლის ოთახში საყარაულო შენობაში, იქ უკვე საზარელ ფაქტს წავაწყდი. ორი რიგით ჯარისკაცს ეკავა მკლავებში 7 წლის ეს ბავშვი, გვარად არაქელიანი და ეს კაპიტანი ნიკოლოზ ქველაძე ყარაულის უფროსი ამ ბავშვს ყურებს უწრეხავდა და სილებს ურტყავდა სახეში. ეს ბავშვი განწერული ხმით ბოლო ხმაზე ტიროდა, სუსველი ჰქონდა მაიკა და მანამდე მისული იყო ნიკოლოზ ქველაძე თურმე ღუმელიდან ხელში ეკავა გამოღებული ნახშირი და ამ ნახშირს კერძზე უსმევდა და სახეზე ერთი ხელით ესე აკეთებდა, მეორე ხელით ხელს ურტყავდა სახეში და ყურებს უწრეხავდა. მე მომენტალურად ეს სიტუაცია გავმტვირთე, ეს ბავშვი გავაგდებინე ხელიდან და რაზეც მე ნიკოლოზ ქველაძემ მიპასუხა გაბრაზებულმა, რომ ეს მისი საქმე იყო, რადგან წინა დღეს თურმე ნიკოლოზ ქველაძეს ბულკებში მდოგვი ჩაუდია ბულკში და ისე უჭმევია ამ ბავშვებისთვის და ეს ამ ბავშვმა რო ჭამეს ეს მწარე ბულკები გამწარდნენ და მე შეაგინეს ამ ნიკოლოზ ქველაძეს ხა 7-8 წლის ბავშვმა, რაც გაუკეთა ჯერ ამ ხელა კაცმა ესეთ რაღაცას რო გაუკეთებ ბავშვებს, ხო ეს არის მაზოხისტობა, ეს არის რა ვიცი რა უნდა დავარქვა ამას, ვანდალიზმია ეს ყველაფერი და ხო და ამიტომ სამაგიეროს უხდიდა ხა ქველაძე ამ ბავშვებს. ხო 7 წლის ბავშვს, ხო წარმოგიდგენიათ, კაპიტანი კაცი, რომელიც დღესაც მსახურობს ეს ადამიანი და პრეტენზიები ჰქონდა მე მაშინ კაპიტანის კურსზე წასვლაზე და მაიორობის მიღება უნდა ამ ადამიანს და გენერალს გახდიან. დღესაც თავდაცვის ძალებში მსახურობს ეს ადამიანი. მომენტალურად გავმტვირთე სიტუაცია და ვუთხარი რომ საპირფარეშოდან რომ გამოვიდოდი ეს ადამიანი ეს ბავშვი აღარ დამხედროდა აქ. ხო და როგორც ესე იგი საპირფარეშოდან გამოდიოდი, კიდევ ამ ბავშვის განწირული ხმა მესმოდა ეგრეთ წოდებული საშრობი ოთახიდან, სადაც ჯარისკაცები დასველებულ ტანსაცმელს ან საწვიმრებს აშრობენ რკინის პლიტა იყო იქ მოწყობილი და დენის პლიტა იყო და იქ აშრობდნენ ამ სულ ტანსაცმელს. და გვერდზევე იყო ეს ოთახი, შევედი სასტრაფოდ ამ ოთახში და რაც მე დავინახე, რასაც შევესწარი, ეს ბავშვი ბეჭებით ყავდათ დაწვენილი, შორტი ჩაზრობილი ჰქონდა. ამ ჯარისკაცებს, რიგით ჯარისკაცებს აქეთ-იქით მკლავებში ეჭირათ, რიგითი კასუმოვი იყო ერთი და რიგითი იგლემიანი და ეს კაპიტანი ყარაულის უფროსი რუბილნიკთან დენის კამის იმიტაციას აკეთებდა ჩამრთველი აი ზუსტად ხელით ასე აკეთებდა ჩამრთველი გამრთველის იმიტაციას და აშინებდა ამ პატარა მცირეწლოვან ბავშვს, რომ აი დენი შევიდოდა იქ და დენი დაარტყავდა ამ ბავშვს და ამას რო იგებდა ეს ბავშვი უკვე ფერდაკარგული იწვა და ცუდად იყო, ცუდ მდგომარეობაში, რა დროსაც მე ეს ბავშვი ხელში ავიყვანე, გამოვტაცე, გამოვიყვანე გარეთ და სამშვიდობოს გამოვიყვანე ეს ბავშვი. აი მერე რა იწყება? მერე იწყება მთავარი, რომ ამ ფაქტის ირგვლივ იმ დღისით გაიგო დავით ნემსაძემ, რომ სხვა ჯარისკაცებმა უთხრეს, რომ ეს ფაქტი მოხდა ამ საყარაულო შენობაში, ეს ბავშვები რო აწამეს და მერე დავით ნემსაძემ მე შემეკითხა უბრალოდ, რომ რამდენად სიმართლეს შეესაბამებოდა ეს ამბავი, იმიტომ რომ ჩემზეც უთქვიათ ამ ჯარისკაცებს, რომ შეესწრო უფროსი ლეიტენანტი ლევან კობაიძეს ამ ამბავს. მე მორიგეობა იყო ლევან და ამიტომ ვერ გინახე მე და ამიტომ თუ არა. ხო, კი ბატონო. ჯარისკაცებიდან რატო გავიგებდი? კი ბატონო, და ეს ინფორმაცია რა მე დავუდასტურე დავით ნემსაძეს, იმიტომ რომ იყო სიმართლე, რაც მოხდა ერთ-ერთში დავადასტურე და მე მოვახსენე მერე ბაზის მეთაურს პოლკოვნიკ ილია ლუტიძეს სამხედრო პოლიციას, მაშინ რაზმაძე იყო, მერე ის იყო რა ქვიან
შტაბის უფროსი იყო შაიშმელაშვილი. აი ნაბოზვარი. ირაკლი შაიშმელაშვილი. აი დღეს პოლიციაში როა გადასული, იქიდან რო გავაგდეთ ირაკლი შაიშმელაშვილი იყო მაიორი და ამ ადამიანებმა გაეღიმათ ერთ სიტყვით ლუტიძეს გაეცინა კაბინეტში რომ ხო რა მოხდა ახლა მოხდა რა და ნუღა გაიტანთ ახლა წინ ნუღა გააზვიადებ და всё აქ დამთავრდეს ყველაფერი რა ლუტიძემ ესეთი პასუხი გამცადა მე ამით არ დაკმაყოფილდი მე უთხარი მაშინვე რომ მე ამას ესე არ დავტოვებდი და პროტესტის ნიშნად მისი კაბინეტი დავტოვე წამოვედი მე სულელობა მივეცთ ამ ყველაფერს სამართლებრივად ვთხოვდით რომ ეს დამნაშავეები დასჯილიყვნენ და პოლიციის უფროსი ვინ იყო მაშინ გამახსენა ის ნაბიჯვარი სერგო ზაგნიძე იმის სერგო ზაგნიძე იყო სამხედრო პოლიციის უფროსი მინისტრი იყო თინათინ ხიდაშელი მოადგილე იყო ანადოლიძე ჩვენ ყველგან მივიტანეთ ეს საქმე გენერალური ინსპექცია არაფერი არ დაგვიტოვებია ესე იგი თავდაცვის სამინისტროს ყველა დანაყოფი ყველა მაკონტროლებელი უწყება პოლიციური თუ პოლიტიკური ყველა უწყება მოვიარეთ და ყველგან დავაკაკუნეთ რომ რეაგირება ქონოდა ამ ფაქტს და გახსოვს ანადოლიძესთან ბოლოს ხიდაშელთან ხო საერთოდ ზედმეტი იყო ლაპარაკი და ანადოლიძის მდივანმა რა გითხრათ ქალბატონ ანასო საერთოდ არ აინტერესებსო ვისი შვილები აწამესო მაგ თემის ირგვლივო თქვენ წარმოგიდგენიათ ამ ფაქტის აუდიო ჩანაწერი უნდა ინახებოდეს თავდაცვის სამინისტროს აუდიო არქივში და თუ მაგივე უარყოფს მაგას მე ჩვენ მოვძებნით მაგ ჩანაწერს და ჩვენ ამოვუღებთ ახლა რა მინდა იცი გითხრათ სამართლის საქმე მიიჩნიეს ლევან გამოჩნდა კამერაში სამართლის საქმე მიიჩნიეს მის პოლიტიკური იმიჯის საქმეთ და იმის მაგივრად სისხლის სამართლის დევნაში გაეშვათ ეს ნაბოზრები თვითონ გახდა ანადოლიძე და თვითონ გახდა თინახიდაშელი აი ესეთი საზარელი კრიმინალის დამფარველი პოლიტიკური ნაგვები ახლა მე რა უნდა ველაპარაკო აქედან ვისაც კიდე გჯერათ აი ხა ამ კაც კიდე მივცემ სიტყვას რა იქ დაკითხვები დაიწყო ჩვენი იქ წვალებები დაიწყო ჩვენი იქ ექს კრიმინალები დაკითხვებს ესწრებოდნენ თვითონ როგორ ვითარებაში აკეთებდა სამხედრო პოლიციას ამას სხვა თემა არის მე პროკურატურა ეს როგორც კი შევხედე რა ეს თემა ასე ვითარდებოდა მე თვითონ შევაგროვე ყველა მასალები და წავიღე და პროკურატურაში შევიტანე სარჩელი ამას კიდე მთელი ვიღაცა დავით არ მახსოვს გვარი იმ პროკურორის მისი დედაშევეცი გავიხსენებ მაგას აუცილებლად იქეთ შემომედავა თემაზე რა შენ დაჭერასო არა გლოველი გამომძიებელი იყო მაგენი სახელები და გვარები ყველასი უნდა იყოს აბსოლუტურად ამოფარებული საზოგადოება უნდა იცნობდეს ამ ნაბოზრებს ერთ მისმა ცოლმა მომწერა მე იმ პროკურორის ჩვენო პატრაშვილი გყავსო და მე შენ დედაშევეცი პატრაშვილი რო გყავს მანდა მაინც შენი შვილი უნდა ჩაეტენა იმ ხაზარსაც ნაუნდო მილში პროტესტის გზნობა რო გქონო და პროტესტის გზნობა რა სამართლებრივად რო გაყოლილიყო შენი ქმარი ამ თემას და მე ხო დამითხოვე შეერაღებული ძალებიდან იმიტომ დამითხოვეს რომ ეს ყველაფერი გამოვედი და პროკურატურაში მივიტანე და საჯაროდ ვილაპარაკე ეს კაცი მე ხო რეპრესიაში ყავდათ და ანადოლიძე ახლა დღეს გამოვა და იმას ილაპარაკებს რომ ძალიან სუფთა ადამიანია და კოცებს ვერ იტანს ეს ნაბოზვარი ნაკოცარი დედამოწყნული და კიდე აქაც შეგვედავება რომ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა უნდა მაგას ერთადერთი გამოცდილება აქვს სხვადასხვა კაცებისგან აკეთოს შვილი და მაგი არც დედა არის როგორც პოლიტიკური ფიგურა მე არასდროს ეს ტიპი არ გამინადგურებია იმიტომ ეს არასოდეს არ ყოფილა მაგი და ხიდაშელი პოლიტიკური ფიგურა ესენი იყვნენ ნაძილები და ახლა ყალბი დედა როა და ვითომ ყალბი მეუღლე როა და რაღაცა კი იცოცხლე აი მაგ მასკას ყოველდღიურად ახევს სახეზე მე როგორც კი დამითხოვეს შეერაღებული ძალებიდან სულ შემთხვევით საბურთალოზე მივდიოდი მეგობართან და შემოხვდა ეს უსუფაშვილი მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო და მისი ცოლი თავდაცვის მინისტრი ამაც პალნაში რო წდებოდა ქვეყნის ბედი და გავაჩერე ეს უსუფაშვილი და მე უთხარი რომ შენი ცოლი არის ნაბოზვარი მეთქი ეს პირში ვეუბნები რა და რეალობაშიც ასე იყო ყველა მიცოდა შეერაღებულ ძალებში რა საქმით იყო ეს ორი ძუკნა დაკავებული და განსაკუთრებით ის ხიდაშელი აგლაძე ვინც იყო აი იმიტომ დააწინაურა რომ მისი საყვარელი იყო და ჩემი მასწავლებელი კობა ბერიზე გაგიჟებული იყო რომ შეხვედრაზეო ასეო პირდაპირ ადგაო და აგლაძემო მინისტრის ტუალეტში მოფსაო ეს ახლა შეიძლება ვიღაცას გაგეცინოთ მაგრამ სამხედრო სუბორდინაციისთვის ეს არის ყველანაირად მიუღებელი ფაქტია ეს და ამას აკეთებენ მარტო საყვარლები ჯარში რა მეტი კი არაფერი არ ხდება ჯარის დანგრევა მეტნაირად კი არ მიდის გავადი და უთხრა ვეუბნები რა ამ უსუფაშვილს შენი ცოლი არის ბოზი მეთქი და რა გააკეთა იცი
შენო რა თამამი ბიჭი ყოფილხარო, გამბედავი ბიჭი ყოფილხარო. შეიძლებაო შენთან ერთად სურათი რო გადავიღო? კი, მე ვთხარ რა პრობლემაა თქვენ დედა მოვთხან და ის სურათი სხვათა შორის მეც ამაქვს რა. სოდვას ვერ ვიტყვი და ახლა დაიკიდონ მე ჩემი სურათი და ჩვენი სურათი დაიკიდოს სპალნაში, აქედან უფრო ხედი კაი იყოს ლევანი აქედან მიეცი. აქედან აი დაიკიდეთ ცალკე ანადოლიძემ დაიკიდოს ჩვენი სურათი სპალნაში და ცალკე ივან დავით უსუფაშვილმა და ერთ პარტიაში კი არის და დატკბენ ახლა ამ სიმართლის ყურე. შეიძლება ვიღაცისთვის არაფერს არ ნიშნავს საათობით რო ვიკითხებოდი პროკურატურაში გენერალურ ინსპექციაში თავდაცვის სამინისტროსი ბავშვების წამებასთან დაკავშირებით საათობით, ესე იგი 5 და 6 საათი მე და გამომძიებელი გამოვდიოდით ღამის 10 საათზე. ღამის უკვე არასამუშაო საათებში უკვე ამ ბავშვების წამებასთან დაკავშირებით და თხოვდნენ და მოითხოვდნენ ჩემგან მე სახელგვარებს ვასახელებ ახლა აქ დემეტრაშვილი, ედუარდ დემეტრაშვილი, ნაბოზვარი, ილიას უხიაშვილი და ნოემბრის პროკურორი იმერლიშვილი, რომ მე ბავშვების წამებასთან დაკავშირებით შემეცვალა ჩვენება და როგორც მათ აწყობდათ, ისე დამეწერა ეს ჩვენება, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა მათთვისაც და ჩვენც კარგად ვიცხოვრებდით ყოველდღიური ცხოვრება ჩვენთვისაც კარგი იქნებოდა შეიარაღებულ ძალებში. თუ არა და წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ცხოვრება გართულდებოდა. რაც ვერ მიიღეს ეს ჩემგან, მე არ შემიცვლია ჩვენება, იმიტომ რომ რეალობა რაც იყო და სიმართლე რაც იყო, ის დავაფიქსირე ყველგან. დაწყებული გენერალური ინსპექციიდან სამხედრო პოლიცია გენერალურ პროკურატურაში ორი გამომძიებელი შეიცვალა ამ საქმესთან დაკავშირებით. და ყველგან ერთი და იგივე სიმართლე მაქვს, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე დაფიქსირებული. მეტი არაფერი. აი, ბოლოს მინდა დავასრულო ეს და აი აქედან უთხრა ყველას რა, ვის აი ვინც მე მაწვალებდა რა, ეს სუხიაშვილი, როგორ იყო, იცი? ზუსტად გეტყვით, 5 დღეში მომცეს 3 საყვედური. ამ 5 დღის მანძილზე ერთი დღე ვიყავი გასული მორიგეთ. და რა იყო, იცით? დავიჭირეთ ბაზაზე ერთ-ერთი მეთაურის ახლობელი. როგორც ქურდი შემოდიოდა რა. და ეს ყველაფერი დაფიქსირდა დოკუმენტალურად, გამომიცხადეს მადლობა. და შემდეგ მეორე დღეს უკვე გამომიცხადეს საყვედური. ეს იყო პირდაპირი მოტივი იმისთვის მიზანმიმართული, რომ შეეკრათ საქმე და 3 საყვედური საფუძველზე ოფიცერი გაეშვა სახლში. მე ახლა ამ ასეთ პატარა სიმახინჯეებს არ ჩავყვები დეტალებს, ჩემმა მეგობარმა დეტალურად ილაპარაკა ესენი რა ხალხია და ეს კიდე არაფერი არ არის. ჩვენ ამაზე კიდე ბევრი გვაქვს ალაპარაკო.